Ministrobis კანდიდატების მოსმენამდე კი პარლამენტში ხმაურია სახალხო დამცველის ანგარიშში ეს მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. უთანხმოება ცოტა ხნის წინ ეკა ბესელიასა და ჩიორა თაქთაქიშვილს შორის მოხდა, კონფლიქტი კი ომბუდსმენის რეკომენდაციების განხილვას მოჰყვა. დაპირისპირების გამო თაქთაქიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. რატი მუჯური ჩაგვართვება ახლა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში რატი რას მოჰყვა უთანხმოება? Tant ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხდომა პრაქტიკულად ეკა ბესელიას და ჩიორა თაქთაქიშვილის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ისინი რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და როგორც წესი დაპირისპირება იწყებოდა კონკრეტული რეკომენდაციის გათვალისწინების საკითხს და ის გრძელდებოდა პრაქტიკულად პირადი შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებით. ბოლო საკითხი რაზეც იკამათეს ჩიორა თაქთაქიშვილმა და ეკა ბესელიამ შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საკითხს. რეკომენდაციის მიხედვით ის უნდა განიხილოს ყოველწლიურად და შინაგან საქმეთა სამინისტრომ და როდესაც ამ საკითხზე საუბრობდა ჩიორა თაქთაქიშვილი, ეკა ბესელიამ გაიხსნა ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის პერიოდი და ამას უკვე მოყვა პრაქტიკულად პოლიტიკური ბრალდებები და განცხადებები, რაც გადაიზარდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში. არის ფონზეც უკვე ჩიორა თაქთაქიშვილმა დატოვა კომიტეტის ხდომა. კომიტეტის ხდომის დატოვების წინ მან მიკროფონი გამოურთო ეკა ბესელიას და განაცხადა, რომ ის ფსიქიატრიულ სამონტყოფოში არის შესამოწმებელი, როგორ მიმდინარეობდა კამათი, რას მოყვა და კონკრეტულად რა ბრალდებები წაუყენეს ერთმანეთს. ახლა ამ ყველაფრის მოსმენა ჩვენ პირდაპირ ეთერში შეგვიძლია. Პიროვნული თავდასხმები და მწამებელს რომ ეძახით და ყველს რომ ეძახით, ეს არ არის? და პიროვნული თავდასხმა არის ის, რომ გეუბნებით, რომ ხართ პროკურატურის ინტერესების დამცველი პარლამენტში, რაც რეალობა არის და რასაც ყოველ ჯერზე ადასტურებ? ხალბატონო ეკა, თქვენ გეკუთვნით ეს შენიშვნა ჩემგან და მე არ მივიღებ თქვენგან ამაზე საპასუხო პასუხს. მიიღებთ თუ არ მიიღებთ, არ მაინტერესებს, მაგრამ თქვენი მოსაწონი სტანდარტი ქონდა ვანო მერაბიშვილს, ახალაიას, ხალბატონო ეკა, თქვენ ბრძანდებით პროკურატურის ადვოკატი პარლამენტში, თქვენ ბრძანდებით ქურდების ადვოკატი, თქვენ ბრძანდებით პიროვნება, რომელიც კრიმინალურ სამყაროს წარმოადგენს და იცავს კრიმინალური პროკურატურის რეჟიმს დღეს საქართველოში და ამ საუბრის გადაყვანა აი ამ რეჟიმში ეს არის თქვენი მაგ სიტყვებისთვის. კრიმინალიც ხართ, მწამებელთა წარმომადგენელიც ხართ, მკვლელების გუნდის თანამოაზრეც ხართ და ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების გამთელავება ამ სიტყვებისთვის ეს იქნება თქვენ მოგიწევთ პასუხისგება და თავი შეიკავეთ თქვენ იქნება აუცილებლად პასუხისგება თქვენ მოგიწევთ თქვენ იყავით თანამონაწილე უბედურების რასაც ადამიანებს თქვენ უბედავდით კადრებდით და სიცოცხლეს ფეხბურთელავდით ისტერიკა ქალბატონო დაასრულეთ თქვენ იყავით ამ კომიტეტში არ გცხვენიათ მაინც ამ კომიტეტში რო იჯექით სახალხო დამცველის ანგარი იყავით მე არ ვიყავი ამ კომიტეტში ჯერ გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია მაგრამ მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე რაც გაკეთდა 9 წლის განმავლობაში 9 წლის განმავლობაში ქვეყანა აშენდა შეიქმნა სახელმწიფო ინსტიტუტები შეიქმნა პოლიცია შეიქმნა ქართული ჯარი და სამართალდამცავი სისტემა და თქვენი რეჟიმი რომელიც ხალხს ქუჩაში კლავდა და ცერცვაძეს და სხვებს თეთრაძეს და ყოლბაიას და სხვებს აწამებდა რეჟიმის ამოცანა არის სწორედ კრიმინალების დაცვა და კრიმინალური პროკურატურის ინტერესები კრიმინალები თქვენი გუნდის წევრები არიან და თქვენ იყავით თანამოაზრე იმ კრიმინალური ბანდის და ადამიანებს აწამებდით და აუპატიურებდით და ტაშს უკრავდით იმ მინისტრს რომელიც აწამებდა ადამიანებს და აუპატიურებდა თქვენ უკრავდით ტაშს და ფეხზე უდგებოდით იმ მინისტრს ასობით ადამიანი ყავდები ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ საქმეს თქვენ მერაბიშვილის სტანდარტებით ილაპარაკეთ ადამიანებს და ყველა იმ ადამიანებს ეგ არის თქვენი სახე და სტანდარტი ადამიანის უფლებების დაცვა თქვენ დღეს ებრძვით საქართველოში ჩვენ ვებრძვით იმას რაც თქვენ დატოვეთ ადვოკატი თქვენ ბრძანდებით კრიმინალების ადვოკატი კრიმინალი თავად ბრძანდები და წარმოადგენთ კრიმინალურ ბანდას თლიანად მთელი ნაციონალური მოძრაობა ხართ კრიმინალური ბანდა ხართ. იმ სოფლიო ამბობს, რომ ქვეყანაში მიდის რომელი სახალხო დამცველის ანგარიზე ლაპარაკობთ? იმ სახალხო დამცველის 7 ნოემბერს როცემეთ ქუჩაში? რუსთაველზე როცემდით იმ ომბუდსმენზე ლაპარაკობთ და მე ტაშს უკრავდით და ანგარის ცნობად რო იღებდით? აი ეს არის თქვენი სტანდარტი და მაგ სტანდარტებთან ჩვენ არასოდეს არ ვიქნებით და არანორმალურია ეს. ფსიქიატრიულშია წასაყვანი ეს ქალბატონი. გავაგრძელოთ მუშაობა
ასეთი იყო კამათის დეტალები კომიტეტის ხმის დასრულების შემდეგ ჩიორ თაქთაქიშვილმა გააკეთა კომენტარი მედიისთვის მან განმარტა რომ ეკაბესელია მისი პოზიციით არის პროკურატურის ადვოკატი და ის არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი არ არის ადეკვატური თავმჯდომარე სწორედ ამიტომ მან დატოვა ეს კომიტეტის ხმობა მან აღნიშნა რომ ეს იყო ჩვეულებრივი მცდელობა რომ ისტერიკაში გადაიყვანა განხილვა და არ გაითვალისწინონ უჩანანოაშვილის რეკომენდაციები ჩიორ თაქთაქიშვილმა აღნიშნა რომ ამ პროტესტის მიუხედავად ის სხვა სხდომებს დაესწრება და გააგრძელებს მუშაობას ადამიანის უფლებათა კომიტეტში. ქალბატონი ეკაბესელია არ უშუალებს არც ერთ შემთხვევას იმისა, რომ არ დაადანაშაულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაუგონარ დანაშაულებში, იმ დანაშაულებს, რომელსაც მათ მიერ მოსყიდული პროკურორები, მათ მიერ დაშინებული მოწმეებიც კი ვერ ადასტურებენ სასამართლოს განხილვების დროს. ეს არის უბრალოდ დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონი ბესელია არ არის სათანადო კანდიდატურა და ის არ არის კომპეტენტური იმისთვის, რომ იყოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე. განსაკუთრებით ეს თანამდებობა აკისრებს მას პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გაიზიაროს ოპოზიციის მიერ წარდგენილი წინადადებები, მიუხედავად იმისა, რამდენად მიუღებელი შეიძლება იყოს ეს პოლიტიკური თვალსაზრისით მათთვის. კომიტეტის ხმობა მაშინ ჩიორ თაქთაქიშვილმა დატოვა ის მშვიდ გარემოში მიმდინარეობს მხარეები განიხილავენ უჩანანოაშვილის რეკომენდაციებს და როგორც ცნობილი არის ეს კომიტეტმა უნდა განიხილოს და გაითვალისწინოს ან უბრალოდ ცნობად მიიღოს უჩანანოაშვილის რეკომენდაციები კომიტეტის ხმების დაწყების წინ უმრავლესობის წარმომადგენლები განმარტავენ რომ ისინი არაპირებენ უბრალოდ ცნობად მიღებას ამ რეკომენდაციების და აპირებენ რომ მათი დიდი ნაწილი გაითვალისწინონ და შეასრულონ. გმადლობთ რატი მუჯური საუბრობდა პარლამენტში ხმაურიანის ხდომის შესახებ.